გამარჯობა მეგობრებო, დაგიბრუნდათ ლაგაზეტას პოდკასტი ფეხბურთთან ახლოს. მე გიორგი პავლიაშვილი ვარ, ისევ თქვენთან ერთად ვარ და კარხასიაძე ვხვდებით ერთმანეთს, იმიტომ რომ მშვენიერი შაბათ-კვირა იყო, ქართულმა ფეხბურთელებმა მშვენიერი გოლები გაიტანეს, კარგი თამაშები გვანახეს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ სულ მალე გველოდება სომხეთთან დაპირისპირებები და ჩვენი ბიჭები კარგ ფორმაში უნდა იყვნენ. სტუმარი შესაბამისი შევარჩიე დღეს, ბევრი ძებნა არ დამჭირდა, ჩემი მეგობარი ვაკო ყიფიანი, სპორტული კომენტატორი. ისე ტატუბაციკაძე მყავდა წინა გადაცემაში, შეიძლება უყურე კიდეც და მაინტერესებს რამდენად ხო თუ ნახე ტატოს დაუსვე ეგეთი კითხვა, რომ კომენტატორი ხარ თუ ყოფილი კომენტატორი თქო და შე როგორ მიიჩნევ თავს ისე შეიძლება კარიერა განვაახლო მარტის ბოლოდან და სანამ ალბათ მაინც სულით კომენტატორად დავრჩიო. ხო, კითხავ მე ეს ადაპირებ როგორ აპირებ თუ საიდუმლო არ არის მაგ კარიერის განახლებას. მოხვედი შენ და მაინტერესებს შენი პირადი ამბებიც რა და როგორ არის, რაც მაყურებლისთვისაც საინტერესო იქნება და ნუ მე რა თქმა უნდა ძირითადად ფეხბურთზე ვილაპარაკებ, მაგრამ შენ მაინც უნივერსალური ადამიანი ხარ, ბევრ სპორტში ხარ მოდებული, თან ისე გაკვირთ და უბრალოდ უყურებ კი არა, მუშაობ სხვადასხვა ორგანიზაციებში, ასე ვთქვათ, სხვა სპორტში და ეგ ამბებიც მაინტერესებს და რაც შეეხება ზოგადად ამ შაბათ-კვირას, რავი, მე მგონი ყველა კმაყოფილები დავრჩით, იცი როგორი ამბავი არის, რომ საქართველოსთვის ეს ფეხბურთი მხოლოდ ფეხბურთის გულშემატკივრებისთვისაც არ არის რა, უკვე მთელი ქვეყანა, როგორც მინიმუმ ხვიჩა კვარაცხელია, მთელი ქვეყანა ადევნებს თვალყურს, როგორც ნაპოლიში გადასვლისას იყო და ეხლა პარი სენ-ჟერმენში უკვე და ხვიჩადან დაწყებული კიდე სხვა თითქმის ყველა ლეგიონერს, მით უმეტეს რომლებიც ტოპ ლიგებში თამაშობენ, ძლიერ გუნდებში თამაშობენ, მთელი ქვეყანა ჩვენ გასაგებია, რომ შეიძლება ყაზახეთის ჩემპიონატში და აზერბაიჯანის და ნებისმიერ ქართულ ფეხბურთელს გულშემატკივრობთ, მაგრამ დანარჩენებს გულშემატკივრობს ყველა, მთელი ერი. აი ძალიან სასიამოვნოა და მოკლედ ვაკო, მადლობა რომ მოხვედი კიდევ ერთხელ. მადლობა შენ მოწვევისთვის. მე სულ მავიწყდება ხოლმე და ის თქვა მინდა იცი რომ გამოვიწეროთ ეს არხი. ლაგაზეტას YouTube არხი. ბევრ გისურვებთ და ბევრ კი ბატონო, YouTube ეგ არის, ყველა YouTuberi ამბობს ხოლმე მაგას რა და მე სულ მავიწყდება, იმიტომ რომ არ ვარ მაინც სულით YouTuberi, არ ვარ სამწუხაროდ და გამოვიწეროთ ლაგაზეტას. მე როგორც გამომწერებზე დახამებ. ხო, შენზე გამახსენდა. შენ სულ მაგას ითხოვ ხოლმე და შენზე გამახსენდა. YouTube არხი გამოვიწეროთ ლაგაზეტასი და ეს ვიდეოც დავალაიქოთ, ძალიან გამიხარდება ეგ ამბავი. ძალიან კარგი. მოკლედ როგორ ხარ, ეხლა მოგვიყევი, გადმოგეცი. ნამდვილად კარგად ვარ, მადლობა იმისთვის რომ მომიწვიე. რაც შეეხება ზოგადად სიტუაციას, ვცდილობ რომ გარკვეულ პროექტებზე ვიმუშაო და რაც ყველაზე მთავარია, ამ ეტაპზე არის რაღაც გარკვეულწილად MMA, რაშიც ჩართული ვარ და ნუ მიმდინარეობს რა რეალურად ესე მოლაპარაკებაც არ ყოფილა დათო მინაშვილმა. დამირეკა ჩვენი ერთი კარგი მეგობრის, გიორგი ჭინჭარაულის შუამდგომლობით და შეუმთავაზა რომ თუ სურვილი მექნებოდა ეროვნული ლიგის თამაშები წამოყვანა და მივყავდა ეროვნული ლიგის თამაშები ერთად, როცა სილქზე იყო და იცი რა არის, ძალიან დიდი პაუზაც გამოვიდა უკვე თითქმის 1 წელია საერთოდ თამაშს აღარ წამიყვანია. რამდენიმე დღის წინ თამაზ გოგიბედაშვილმა შეუმთავაზა რომ ძიუდოს თუ წავიყვანთ ერთად და რამდენიმე დღის წინ რა გუშინ იყო ძიუდო და უბრალოდ ვერ მოახერხე მოსვლა არ ვიყავით. ნუ ისევ სილქში იწევდა დაბრუნება ესე. კი და სამწუხაროდ ვერ მოახერხე მოსვლა და ისე გამოდის რომ ეროვნული ლიგის თამაშებს შეიძლება გაუწყო უკვე მარტის ბოლოდან, ჩემპიონატის აქტიურად ყურებას დავიწყე იქიდან გამომდინარე რომ მინდა რომ ფორმაში შევხვდე და ერთ-ერთი მიზეზი რაც იყო რომ თქვა თავიდანვე სტარტზევე არ დავიწყე თქვა ესე რომ მოდი დავიწყებ ახლავე იყო ის რომ შევხედე ზოგადად გუნდებს ვირას წარმოადგენს როგორი გუნდია და კარგად გავეცნო შემოგვიყვება. ეგენ ჯერ თვითონაც არის ციან სეზონის სტარტზე როგორი გუნდია. შენ ცოტა გაგიჭირდა. ყველაზე მთავარი პრობლემა ის არის ხოლმე რომ ანუ ქართულ ფეხბურთს ეროვნული ლიგა ძალიან დიდი მაყურებელი ყავს და კრიტიკოსიც ძალიან ბევრი იქნება, დარწმუნებული ვარ და ამიტომ მინდა რომ ვიცი რა ეგეც საინტერესო ამბავი არის რომ ხა ტრიბუნებზე მაინც და მაინც კომაგი არ დადის ეროვნული ლიგის, მაგრამ YouTube არხზე ყავს ხოლმე საკმაოდ ბევრი მაყურებელი და რაღაც გამოხმაურებები არის, მაინც ადამიანები არიან. მე ერთი რაც პრობლემა, კომენტარებია ხოლმე გათიშული და რა ურჩევდი YouTube-ზე და კარგი იქნება თუ ჩართავენ. მე რა იქ ჯერ-ჯერხშიად მიგიდის ხოლმე ხან გინება, ხან ნიგერიიდან წერო რომ ამის მეტობა მიწერია და გავა თუ არა გოლი და ესეთ რაღაცას ვარ. კარგი იქნება წესით. იმიტომ რომ ლაივ კომენტარებს ყოველთვის კიდევ სხვა მუღამი აქვს ხოლმე და აი ესეთი ამბები მაქვს რომ ძირთადად MMA, სადაც მუშაობ ამჟამად ევროპოპი და ნუ
ახლა უკვე კომენტატორობასაც ვუბრუნდები მარტის ბოლოს. ეროვნულ ლიგაში ესე იგი. ეროვნულ ლიგას ალბათ რეგიონების სიარულის მოგიწევს პერიოდი. კი და რაღაც თავისებური ხიბლიც აქვს, იმიტომ რომ ქუთაისში თუ იქნება თამაში ან იმერეთში ისე დასავლეთში ვეცდები რომ მე სახში ავერბინო რაჭაში ხოლმე გიდა. კაი ტორპედო დინამოს წაიყვანდა კაც. და შენ წაგვიყვანია და ბევრი კრიტიკა შევხვედრი. ბევრი კრიტიკა კი არა, კრიტიკა აღარ ერქვა, რაც შეგვდა მაშინ. მაგრამ ჩვენი მხრიდან უნდა ვთქვათ, რომ აბსოლუტურად ობიექტურები ვიყავით ხოლმე და არც ერთ გუნდს მით უმეტეს რეპორტაჟის წაყვანისას მე პირადად არც ერთ გუნდს არ გულშემატკივრობ ხოლმე, ისე მიყავს გათიშულმა ყველანაირი მაგ მხრივ რა ემოციაც შეიძლება იყოს, მაგრამ ნუ ეხა კომაგი კიდევ სხვანაირად უყურებს. ჩემთვის რეალის ფანი ხარო ეგ დაუმბრალებიათ ბევრჯერ ასე რომ ეხა ვინ როგორ უყურებს მე გამბავია. მაგ თემას დავანებოთ თავი. მოდი ქართულ ფეხბურთელებზე მინდა რომ კითხო, ესე იგი გუშინ გაიტანა ოთო კიტეიშვილმა ძალიან მნიშვნელოვანი თამაში ჰქონდა შტურმს, რომელიც ჩემპიონობის სიგრძვის და 98-ზე გაათანაბრა და მე საერთოდ მოიგეს, საერთული თამაში მოიგეს. კიტეიშვილი ტრადიციულად ფორმაშია და შტურმის ლიდერია. თავით გაიტანა თან ესეც. კი, მე სხვათა შორის არ მეწყინა რომ ხვიჩა კვარაცხელი არ იყოს ძირითად შემადგენლობაში. ჩემი აზრით ეგ ნიშნავს იმას, რომ ლივერპულთან ისევ სასტარტოში იქნება და ისეთი ფეხბურთი ითამაშა ხვიჩამ და ზოგადად პარი სენ-ჟერმენთან ლივერპულთან რომ კი წააგეს, მაგრამ შემოდგენლობა დიდად შეასრულებელი მაინც ჩემი აზრით არ არის. ასე რომ ხვიჩა ისევ ძირითადში უნდა იყოს და შემოვიდა არაჩვეულებრივად, ხო? კარგი ჰაილაითები. ის ფოტო ალბათ დარჩება ლიგა 1-ის შეიძლება ასე ვთქვათ, აიკონიკ ფოტოებში ხო და შეიძლება ლოგოდას რატომაც. კიდე იყო რა ქოჩორამ გაიტანა და ფანტასტიკური შედეგი აქვს ხო გიორგი ქოჩორაშვილს, რომელიც შემტევი ფეხბურთელი ზოგადად არ არის. საღდენი ნახევარმცველია, ბოლო პერიოდში უფრო მარჯვნივ ათამაშებს ხოლმე. მწვრთნელი, იმიტომ რომ იქ რეი იბორა არიან, ვისენტე იბორა კი გემახსოვრება ცენტრში და ნუ უფრო მარჯვნივ არის ხოლმე გადმოწეული თუ იბორა ძირითად შემოდგენლობაშია. მე-6 გოლი გაიტანა. და 3 საგოლე პასი აქვს. სასწაულად შედეგიანი სეზონი აქვს, მაგ მხრივაც გარდა იმისა, რომ თავის უშუალო ფუნქციებს შვენივრად ასრულებს და ყველაზე მეტად ალბათ მაინც ბუდუს გოლმა გაგვახარა, იმიტომ რომ ჰაიდენჰაიმში ან ბუნდესლიგაში გადასვლის მერე ბუდუს გოლი არ ჰქონდა გატანილი და ეხლა მე მგონი გახსნის. გატეხანა ძალიან მაგარი ბუთი შეაგდო, თვითონაც ეგ თქვა, რომ რაღაც ძალიან მჭირდებოდა ეს გოლია და კარგია რომ მოახერხა, ქულის მომტანი გოლი იყო, ყველაზე მთავარი ეგ არის რომ ჰაიდენჰაიმი იბრძვის დასარჩენად და თან ყველაზე ცუდი რაც სამ ტურში მოხდა ჰაიდენჰაიმისთვის იყო ის რომ ამას ალბათ ბევრი კი არა ვერავინ ვერ წარმოიდგენდა ბოხუმის ადმინმა X-ზე, ბოხუმის გვერდის მოდერატორმა დაწერა რომ ანუ თქვენს გჯერათ რომ ჩვენ ეს გავაკეთოთ და ბაიერნმა მოუგო ბოხუმმა. ხო, მაგ ბუნდესლიგაში საერთოდ საოცარი ტური იყო, იმიტომ რომ წააგო დორტმუნდმა, წააგო ლევერკუზენმა, წააგო ბაიერნმა, სამიო გუნდმა რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობს, წააგო ბუნდესლიგაში თამაში. ხო, ძალიან საინტერესოა, ციტაიშვილიც ვახსენოთ, კიდევ გრანადაში. ციტაიშვილი დამავიწყდა კი. გოლის აგოლე პასი და სხვათა შორის ვინც ნახეთ, ნუ რა თქმა უნდა ძალიან კარგი გოლი გაიტანა გიორგიმ, მაგრამ მისმა თანაგუნდელმაც, აი მეორე გოლი არის გრანადას სასწაული, საკუთარ ნახევარზე იღებს სანჩეს თორსტები ბურს და ძალიან დიდი სლალომი მოარტყა, ჩავიდა და ძალიან მაგარი ბურთი შეუგდო. ხო. საბოლოო ჯამში მოუგეს 3-0. ხო, ციტაიშვილი უბრალოდ თავიდან ამივარდა, მასაც მშვენიერი თამაში ჰქონდა და ზოგადად სასიხარულოა, რომ გრანადას დონის გუნდში აქვს ციტაიშვილს მუდმივი სათამაშო დრო და აი ზუსტად ნაკრებამდე მივედით და ჯერ შემოდგენლობა არ არის დასახელებული, ალბათ ხვალზე უკვე უნდა იყოს ხო რაღა დარჩა თამაშებამდე. ელოდები თუ არა რამე სიურპრიზი, ანუ ყოველთვის სიურპრიზი რა არის ხოლმე, როცა ახლა სანიოლმა შემოდგენლობა უნდა დაასახელოს, რომ ვინმე ახალი თუ იქნება გამოძახებული, ან კარგად დავიწყებული ძველი. რაღაც სიმართლე რო გითხრა, ანუ სიურპრიზს არ ველოდები, იმიტომ რომ ესე მგონია რომ იმდენად მნიშვნელოვანი თამაშია, რომ ის ხალხი ვინც იცის, თქვათ, ამ ეტაპზე, ის ხალხი უნდა გამოიძახოს, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ამ ბელიგაში ადგილის შენარჩუნება. არავინ არ ვიცით ამ ეტაპზე შეიძლება თუ არა ფორმატი, იმიტომ რომ შესაძლოა ისეც მოხდეს, რომ C-ლიგიდან ევროპის ჩემპიონატზე გასვლა შეუძლებელი იყოს და შესაბამისად ძალიან ბევრისგან მქონდა ეს კომენტარი მოსმენილი, რომ აი C-ლიგაში რომ გავვარდეთ, ოღონდ ჯერ მაშინ არ ვიცოდი სომხეთს რო ხედავთ ისედაც, რომ C-ლიგაში რომ გავვარდეთ, არაუშავს, მე იქიდან შეიძლება გავიდეთ ევროპის ჩემპიონატზე, მაგრამ შესაძლოა ისეც მოხდეს, რომ ფორმატი შეიცვალოს, სისტემა შეიცვალოს, ან B-ლიგა და A-ლიგა ისევ დარჩეს, მაგრამ შეიძლება C და D-ლიგას აღარ მიიღოს. ანუ ჯერ ყველაფერს თავი დავანებოთ, ახლა სომხეთია ეგეთი პრინციპული მეტოქეა და მაგათაც წაგება. მით უმეტეს როცა ჩვენ აშკარად უკეთესი გუნდი ვართ. ამბიცია გვაქვს, პრეტენზია გვაქვს, რომ ბევრად უკეთესები ვართ დღეს ვიდრე სომხეთი. იყო ხო რა წლები, რამდენიმე წლის წინ პერიოდი, რომ სომხეთი ვაღიარებდით კიდეც რომ უკეთესი იყო, ხო? აი მხითარიანი როცა პრაიმში იყო და მაშინა ვერ შევხვდით. შევხვდით მოვონი ერთხელ ამხანაგურში. ხო, ამხანაგური და მოუგეთ სამხანაგური, მაგრამ
იყო, მაგრამ ეხა დღეს უკვე ხო აშკარად სომხეთზე უკეთესი გუნდი ყავს. უკეთესი ფეხბურთელები ყავს და ეხა ამათთან ორ მატჩიანი დუელის წაგება ძალიან ცუდი იქნება. წარმოუდგენელიც კი ჩანს მიუხედავად იმ დიდი დანაკლისისა, რაც გვექნება, ხუჩა კვარაცხელიასა და გურამ კაშიას არ ყოფნით, მაინც გონია რომ სომხეთში გასვლაზეც ჩვეულებრივად უნდა ვითამაშოთ მოგებაზე და ჩემთვის ესე მგონია რომ კიდევ ერთი ფაქტორია სომხეთის ნაკრების თავმჯდომარედ დაინიშნა აიაქსის ყოფილი თავმჯდომარე ვანსხიპი და რაღაც მგონია რომ ეს შეიძლება ორმაგი და სამმაგი мотиваცია იყოს გიორგი მიქაუტაძესთვის, იმიტომ რომ კაცი რომელიც მას არ ენდო, რომელსაც არ მისცა იმის დამტკიცების საშუალება, რომ მართლა ძალიან კარგი ფორვარდია. კი, ლიონშიც არის რაღაც გარკვეული პრობლემები, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ გიორგის თავიდანვე რომ მისცემოდა, თქვა აიაქსში სასტარტო შემადგენლობაში თამაშის საშუალება, ნიდერლანდების ჩემპიონატი კიდევ უფრო ლაღი სანახაობრივია, მოახერხებდა აუცილებლად გოლების გატანას. თუმცა ნდობა არ იყო და ბრობი მარჯვენა მცველად აყენებდნენ და ხან ცენტრალ მცველად. ბრობი და ჩუბა აკპომი იყვნენ ის ფეხბურთელები, რომლებიც ვანსხიპმა არჩია. თან თვითონ გუნდი ძალიან არეული იყო, ასე რომ მიქაუტაძეს რაც შეეხება, არაფერი ცუდი არ მოხდა. არის იმ გუნდში, რომელიც ძალიან უყვარს, სადაც გაიზარდა და აგერ სტიაუასთანაც ფანტასტიკური საგოლე პასი გააკეთა. იმყავდა ის თამაში და ძალიან მაგარი საგოლე პასი იყო. ბოლო ტურში არ იყო ძირითად შემადგენლობა, შესვლაზე შემოვიდა, მაგრამ ლიორმა მოიგო ძალიან რთული თამაში, აგერ გუშინ კვირას იყო ნიცასთან ის დაპირისპირება. და შემადგენლობაზე მინდა რომ კითხო, აი არ არის ხვიჩა, როგორ გესახება შენ ხვიჩას ვინ შეცვლის და უშვეს ძირითად შემადგენლობაში, ითამაშებს თუ არა სანიოლი ორი ფორვარდით, გულისხმობს ზივზივაძე მიქაუტაძის ერთად დაყენებას, წიტაიშვილია ძალიან კარგ ფორმაში და ხო არ გონია რომ შეიძლება ისიც ძირითადში იყოს, თავის იგივე მარცხენა, მაგრამ გრანადაში ვიცით ხო სანიოლი საქართველოს ნაკრებს წიტაიშვილს როგორ იყენებს, ხო მცველად რეალურად სამცველიან სქემაში ფლანგია ხოლმე ჩაბარებული, მაგრამ გრანადაში ის რეალურად ვინგერია, ხო ეგრეთ წოდებული, ანუ გარემარბი არის, შეტევაში თამაშობს, რაც ძველი პოზიცია, ხო. და ნუ კაში არ იქნება და თვლი თუ არა რომ დრო მოვიდა გოგლიჩიზე მიუხედავად იმისა რომ ემპოლი ჩაეშვა და ძალიან ცუდ ფორმაში არიან, სერიაში აქვს ბიჭს მთელი სეზონი. სიმართლე გითხრა რაღაც მეგონი ბოლო თამაში გუშინ თუ არ ვცდები რაღაც ცირე ტრავმა მიიღო რომასთან. ხო და არ ვიცი იქნება თუ არა, მაგრამ რადგანაც ესეთ თავდაჯერებულია და ესე კარგად თამაშობს, ალბათ მოვიდა დრო იმისი რომ საბა გოგლიჩიძესაც მიეცეს დრო. შემადგენლობაზე როცა ვისაუბრეთ, ისიც თუ შეიძლება ეს გამორიცხავდეს, რომ ისევ ძველ და ნაცნობ სახეებს უნდა ენდოს თქვა ამ ორ მატჩიან დუელში მეთქი, მაგრამ გოგლიჩიძემ იმდენად მაღალ დონეზე და იმდენად მაგარ ჩემპიონატში ითამაშა, ძალიან მაგარი მატჩები, რომ მე მგონი თავისუფლად შეუძლია ენდოს ვილისანიოლი უკვე მას და მისცეს ზირთაჩი თავის გამოჩენის საშუალება და მე მგონია რომ მით უმეტეს როცა ასეთი კარგი შემადგენლობა ყავს, ასეთი კარგი და შემტევი გუნდია, ალბათ ორი ფორვარდი თამაში ნამდვილად კარგი იქნება და პლუს ამას ზურიკო დავითაშვილსაც, ზირთადად ზურიკო სათადარიგო სკამიდან შემოდის ხოლმე და ზურიკო დავითაშვილსაც ძალიან მაგარი სეზონი აქვს სენტეტიანში, ყველაზე მეტი გოლი ტოპ 5 ლიგაში ქართველებიდან სწორედ მას აქვს გატანილი, 7-ჯერ გამოიჩინა თავი და ალბათ ზურიკოსაც სასტარტო ძალიან შემტევი შემადგენლობა გამოვა, იმიტომ რომ იქ ჩაკვეტაძე უნდა ყავდეს შესაბამისად, მაგრამ მაინც გონია რომ თუ ჩადიხარ და იცი რომ მით უმეტეს შენ უფრო გეკუთვნის ბელიგაში ადგილი, ასეთ შემადგენლობით თამაშიც ნამდვილად შეიძლება, მიუხედავად იმისა რომ თამაშობთ გასვლას და თან ამას გიორგი ისიც მინდა თქვა რომ ემატება სომხეთში შექმნილი პრობლემები, იმიტომ რომ ფეხბურთის ეგ უნდა კითხო დაიწერა რომ არის რაღაცა მცირე შანსი იმისა რომ უმაყურებლად ჩადარდეს ეგ თამაშიო და არ ვიცი ბოლო ინფორმაცია რაც იყო ეგ არის რომ შეიძლება კომაგმა ბოიკოტი გამოუცხადოს ამ ყველაფერს. ეგ ადრეს დაიწერა ფანდაჯგუფება შეიძლება არ მივიდეს ეს სხვა თემა ახლა შეუძლია. მაგრამ არ ვიცი ჩვენი ბილეთი მაშინ მოყიდონ ის 13000 მსურველი კი იქნება. აპირებს ასვლას როგორც მეც მინდა რომ წავიდე და 13000 მსურველი იქნება საქართველოს რომ წავიდე. 14000 კაცის სტადიონი. 15000. ვაზგენ სარკისიანის სახელობის სტადიონზეა, რაზდანზე ეგენი არ თამაშობენ. მათ ცენტრალურ და მთავარ სტადიონზე და ვისაც პატარა სტადიონზეა თამაში და იმედია ჩვეულებრივად მაყურებელი ჩატარდება, იმიტომ რომ საქართველოსთან ბევრი აპირებს. კი, ძალიან ბევრი და არიან ახლა კომაგები, რომლებმაც მოიწერეს, ბევრმა იკითხა, რომ დავჭით ბილეთის გარეშე და როგორ იქნება. თუ თქვათ არ დაესწრებიან თამაშს, არის ის ხალხი, რომელიც დიდი სიამოვნებით შეიძლება. არა, ეხლა აი ეს მივხვდი, რასაც ამბობ, მე სხვა რამე ვსვამ, პისკი არა რომ მაყურებელ და ხო ჩატარდება მეთქი რაღაც ეგეთი. იმედია რომ ეს არ მოხდება, იმიტომ რომ 2000 ბილეთი 2000 ქართულმა ხომაგმა იყიდა და ეს ხალხი უნდა წავიდეს, ხარჯი გაწიოს, ჩავიდეს და ძალიან რთული ამბავი იქნება, მე ამის რეალურად დაორგანიზება, ბილეთების თანხის უკან დაბრუნება და ჩემი აზრით იმედია რომ ყველანაირი პრობლემა მოგვარდება რა. ამას ველოდებით, იმიტომ რომ
ძალიან დიდი ენერგია და მუხტი არის, ყველა ელოდება, ბევრი ადამიანი ელოდება ნაკრების თამაშს და შესაბამისად ნამდვილად არ გვინდა რომ უმაყურებლად მოუწიოთ თამაში. თუ არა და როგორც ვიცით, 3 დღეში არის საპასუხო შეხვედრა და ყველა ბილეთი გაყიდულია უკვე იმ თამაშს. მაგრამ თბილისის თამაშიც ალბათ ბევრი გულშემატკივარი ტრადიციულად არ ჩაუგილეთოთ, როგორც ხდება ხოლმე. ნუ არ ძალიან ბევრი რჩება ბოლო პერიოდში. ამაში ცუდი არაფერი არ არის, ბევრი წერს ხოლმე რომ აი მეწლებია გულშემატკივარი. კი ბატონო, აბსოლუტურად გვესმის, მაგრამ ალბათ ისიც უნდა უხაროდეს იმ გულშემატკივარს, რომ რეალურად იმდენად დიდი ინტერესი გაჩნდა ფეხბურთის მიმართ, რომ ადამიანი რომელიც შეიძლება საერთოდ არ დადიოდა სტადიონზე, კი ბატონო, მოდის ხვიჩას გამოვიდა. რატომაც არა, უნდა ხვიჩას გამოვიდა. ვისი ვერავინ ვერაფერს არ აუკრძალავს და საქართველოს ნაკრების გულშემატკივარი ვარ, მთელი ცხოვრება არას დავიმახსოვს, 2000 წელს, 99 წელს უკვე უყურებდი საქართველოს ნაკრების თამაშებს და სადაც 2001-2002 წლიდან სისტემატურად დავდივარ, ხო? 7-8 წლის ვიყავი და უკვე ჯერ დავყავდი დავუშვით მამაჩემს ამ ვიღაცას, მე როცა უკვე ცოტა გავიზარდე, მე დავდიოდი მარტოც, მაგრამ იგი მას არ ნიშნავს რომ მე თუ არ შემხვდა ბილეთი და შემხვდა ვიღაცას ვინც გუშინ წინ დაიწყო სიარული, მე ხომ უნდა ავტეხო რაღაც განგაში, იმიტომ რომ დამასწრო ბილეტიც ყიდვა და ნუ ეგრეა. ეგეთ გვიხაროდეს რომ არის ფეხბურთის ბუმი და იმედია ესეც გაგრძელდება. და ეს ზოგადად აისახება მომავალზე, იმიტომ რომ უამრავი ბავშვი შედის ფეხბურთზე. მასობრივი ხდება კიდევ უფრო მეტად კი საქართველოში ფეხბურთი ნომერ პირველი სპორტი ყოველთვის იყო, მაგრამ ეგ ყოველ შედეგებზეა დამოკიდებული რა, იმიტომ რომ ნაკრები და გუნდები რო საშინელ დღეში იყვნენ და იყო ძალიან გრძელი პერიოდი ეგეთი, იქ ფეხბურთზე მაინც შევიდოდა, მამა შეიყვანდა შვილს, ვისაც უყვარდა ფეხბურთი, მაგრამ ეხლა უკვე ბავშვები თხოვენ მამებს. იგი პირიქით იმდენად დიდი იმიტომ რომ მინდა ყარა გამოვიდე, მინდა მამარდა გამოვიდე. აი მამარდას მივადექით და მასე მინდოდა მეკითხა. არა იმიტომ რომ ეს შეცდომა დავიწყოთ, რაც ამ ტურში დაუშვა ვალიადოლითან, საბედნიეროდ ვალენსია მოსაგები თამაში მაინც მოიგო ვალიადოლითან, ყველავანი უნდა აიღოთ სამი ქულა ის გავარდნილია პრაქტიკულად და ეს შეცდომა იმდენად ზვირად არ დაუშვდა გუნდს, მაგრამ ეგ შეცდომაც რომ გამოვრიცხოთ, რაღაც კრიტიკა ხვდება მამარდაშვილს, უყურებთ ჩვენ მე მუდმივად მიყვავს ვალენსიას თამაშები, თითქოს ერთ ფორმაში არ არის, თვითონაც აღიარა ეგ რომ რთული პერიოდი მაქვს, არ ვარ კარგ ფორმაში, მაგრამ ყველაფერი დაალაგდება. ეგ მაგაში დარწმუნებულები ვართ, მამარდა მაღალი დონის მეკარე არის, საკუთარ თავს მოერევა, რაღაც სირთულე თუა გადალახავს ყველა ვარიანტში და დაუბრუნდება კარგ ფორმას, მაგრამ აგერ ნახეთ ალისონმა რა ითამაშა პარის სენ-ჟერმენთან. მამარდაშვილი შემდეგი სეზონიდან ლივერპულში იქნება. ალისონი თითქოს აპირებდა წასვლას, მაგრამ ეხლა ვიცით რომ მე გაჩნდა რაღაც, აი როგორც ალისონის კარგი თამაშის მერე უკვე ისეთი სიახლეები, რომ შეიძლება კიდევ ერთი სეზონი იჯარით გაატაროს, ოღონდ რომელიმე სხვა გუნდში. რას ფიქრობ მაგასთან დაკავშირებით? ჯერ აი მოდი პირდაპირ შევეჩეხოთ რეალობას, არ გვინდა რომ მამარდა სადმე გაანათხოვრო, გვინდა რომ იყოს ლივერპულში. ფიქრობ თუ არა რომ აქვს შანსი ალისონთან კონკურენციაში? ამ ეტაპზე, როდესაც ამხელა ავტორიტეტია გუნდში, როგორც არის ალისონ ბეკერი, რომელსაც ანუ ბოლო თამაშს რო თავი გავანებოთ, რომელიც ჰქონდა პარის სენ-ჟერმენთან, წლებია ის ამ გუნდის კარს იცავს, ყველა მეკარის და ყველას აქვს ზოგადად ჩავარდნა და ალისონსაც რა თქმა უნდა ჩავარდნები ქონია, უბრალოდ ამ ეტაპზე ამ თამაშიდან გამომდინარე, რასაც ალისონია ჩვენს პრემიერ ლიგაში გუნდი პირველ ადგილზეა შესანიშნავად გამოიყურება ჩემპიონთა ლიგაზე უდიდესი წილი იყო მართლა ალისონის რომ ეს თამაში ლივერპულმა არ წააგო, ხო? ანუ ამ პრედარ დაასრულა, ანუ 4-0 შეიძლება წაიგო თავისუფლად. 10 ბურთი მოიგერია რეალურად, ნუ რაღაც ხო 4-5 ისე ძალიან რთული ბურთი და არ ვიცი, მე მაინც გონია რომ ალბათ კიდევ ერთი სეზონი მოუწევს გიორგის ძალიან კარგი ამბავი არის ის რომ ლივერპულის თან შეთანხმებულია, უბრალოდ მოვლენათა განვითარება გვიჩვენებს რას რა მოხდება ალისონის ტრანსფერთან დაკავშირებით. თუ თქვა ამ ადამიანმა გადაწყვიტა რომ უნდა საუდის არაბეთში წასვლა, ლივერპულის სხვა გზა აღარ იქნება, გაუშვებს ალისონს და გიორგი მამარდაშვილს მიყვანს ამხელთან გადაწყვეტილებას. ისი თქმა მინდა დაუშვათ გადაწყვიტა ალისონმა რომ არ მიდის საუდის არაბეთში, არ უნდა წასვლა, უნდა ლივერპულში დარჩენა. მეკარის ამბავი როგორია ეხა ალისონი ჯერ მაინც ისეთ კრიტიკულ ასაკში არ არის, რავი, 5 სეზონის მაღალ დონეზე თამაში შეუძლია კიდევ. და ნუ გადაწყვიტა რომ არც შემდეგი სეზონის მერე მიდის და არც იმის მერე მიდის. და აი მაგ შემთხვევაში რა ხდება ეხლა 4 სეზონი ხო არ განათხოვრებენ მამარდაშვილს, ხო? იცი არის, ეგეთი შემთხვევებით სოფლიო ფეხბურთში ხო ყოფილა რომ ვიღაცა ფეხბურთელი კონკრეტული მოთამაშე დაუმატებიათ და იჯარიდან იჯარამდე უთამაშეთ. უბრალოდ ამხელა თანხა გადაეხადოთ და მე ამდენი ხანი გაენათხოვრებინოთ, არ ვიცი და
ну მაინც ალბათ ვისურვოთ ის რომ პირველი რომ ალისონი წავიდეს და მეორე გიორგის ასე რომ ვთქვათ შეცდომები რომ ვთქვათ კიდევ უფრო მეტად ჩანს იმ კატასტროფული დაცვის ფონზე რაც ვალენსიას აქვს და ზოგადად იმ ფონზე რაც გუნდშია მდგომარეობა იმიტომ რომ ვალენსიამ გამოაქვეყნა რამდენიმე დღის წინ განცხადება რომ ჩვენი ახალი პრეზიდენტი გახლავთ ლიმის შვილი ანუ ვინც არის მფლობელი იმის შვილი დანიშნეს და ძალიან დიდი გაბრაზება ვალენსიას კომოგებისგან უშუალო სიტყვებით ლანძღვა სოციალურ ქსელში და ბოლოს 22 არუსტები კომენტარებიც გათიშეს, იმიტომ რომ იმდენად გამწარებულები არიან ვალენსია რომ ასეთ დღეშია და მართლა არ უნდა იყოს ესეთი ისტორიული გუნდი მართლა ასეთ დღეში და ხო აი მამარდას შეცდომები კიდევ უფრო ჩანს იმ ფონზე რა მდგომარეობაში არის ვალენსია თორემ უნდა ვთქვათ ისიც რომ ბარახას გაშვების და კორბერანის მოსვლის მერე ცოტა ამოისუნთქა ვალენსიამ გასავარდ ზონასაც დააღწიეს თავი არაერთ თამაში მოიგეს და ალბათ ამ სეზონშიც გადარჩება ვალენსია. კი, მაგრამ აი ესე მართლა როგორ არის ხო? რამდენიმე სეზონი მეც როცა ვიყავი სილხში და მიყავდა ლა ლიგა, იყო სეზონები, რომ აი თითქოს და მე გამოძრებოდნენ. თითქოს და მე გამოძრებოდნენ. ეს ერთხელაც შეიძლება, ხო, ეს ერთხელაც შეიძლება აღარ გავუმართლოს ამ გუნდს და ეს ყველაფერი დაიწყო რეალურად მართლა აი ამ ახალი მმართველების მოსვლის შემდეგ. გვახსოვს ჩვენ როდრიგო, ფერან ტორესი, ამ ძალიან ბევრი ნიჭიერი მოთამაშე, რომლებიც იყვნენ ვალენსიაში და რომლებიც რა ვიცი, მართლა სასაცილო თანხებად გაყიდეს, იმიტომ რომ თუ სწორად მახსოვს, ფერანი თავის დროზე გაიყიდა 20 მილიონად. და მე გაიყიდა ზვირად, ეგრე მახსოვს და როდრიგოც რაღაცა ანუ ინგლისში წავიდა, როდრიგოშიც ძალიან პატარა თანხა აიღეს და ძალიან ცუდი მენეჯმენტი ჰქონდათ, უბრალოდ გუნდი ცდილობდა რომ თავიდან ეს ხელმძღვანელობა რომ მოვიდა, რომ ის ვალები რაც ჰქონდათ დაგროვილი იქნებ რამენარად ფეხბურთელების გაყიდვით დაიბალანსებინათ, მაგრამ ამ დიდ თანხებშიც ვერ გაყიდეს, იმიტომ რომ საკმაოდ პრობლემები იყო. და ეხლაც არიან ფეხბურთელები გუნდში, რომლებიც რა ვიცი, ალბათ მალე წავლენ იგივე ხავიგერა ძალიან კარგი ფეხბურთელია და წესით ხავიგერამაც გუნდი უნდა შეიცვალოს და მამარდაზეც არ ვიცი ამ გადმოსახედიდან უკვე როცა ვფიქრობ ბორნმუთის ვარიანტი როცა იყო იქნებ მართლა სჯობდა თქვათ თუ მართლა იყო ხო კარგი გუნდია მშვენივრად თამაშობს და იქნებ მართლა სჯობდა ის რომ წასულიყო პრემიერ ლიგაში და პრემიერ ლიგას შეჩვეოდა იმიტომ რომ აქ დარჩა გუნდში კი ბატონო მესმის ერთგულება გუნდისა რომელმაც საბოლოო ჯამში გიორგი მამარდაშვილი აქცია იმად რაც ახლა არის და როგორი დონის მეკარეცაა მაგრამ ალბათ იყო რაღაც გადამწყვეტი რომ მოდი იცი რა არის რაღაც ახალი სიახლე უნდა ვნახოთ და წავიდეთ მაგალითად ბორნმუთში. ასე არ მოხდა სამწუხაროდ, თუმცა რა ვიცი ყველაფერი წინ არის რა თქმა უნდა და ერთი რისი თქმაც შეიძლება იმედია რომ უკვე ერთი სეზონი და მე მაინც უკვე ლივერპულის ფორმას მოირგებს ეს ძალიან მაგარი ამბავი იქნება ჩვენთვის რა. ან რა ვიცი ნახოთ იქნება გამეორდეს ვალენსიური ისტორია. დაიწყოს ყველა მითქი. არა ხო მე არ მეპარება რომ მამარდაშვილი თავის გზას ნახავს უბრალოდ ჩვენ გვინდა რომ უკვე შემდეგი სეზონიდანვე ენფილდზე დადგეს გიორგი მამარდაშვილი და მაგიტო დაგიცვიეს კითხვა და არა იმიტომ რომ მაგალითად ახლა ის შეცდომა დაუშვია გარშუაში არ არის უბრალოდ ალისონის ასეთმა ფორმამ უფრო გამოიწვია კითხვის ნიშნები რომ იქნება თუ არა მამარდაშვილი შემდეგ სეზონში ლივერპულში არ უნდა ნამდვილად წასვლა ფაქტია ეთყობა გუნდი ძალიან კარგ ფორმაშია და რატომ უნდა წავიდეს საუდის არაბეთში სადაც არ ვიცი, ფაქტია რომ ვიღაცები უკვე იმაზეც ალაპარაკდნენ, რომ ალ-ნასრი მაგალითად შეიძლება იმის გამო ვერ იგებს რაღაცებს, რომ ყავს როშიდან რონალდო. სადაც რონალდოს არაფასებენ, შეიძლება იქ ალისონის მარტივად გაიგდონ ფეხქვეშ. და ბარემ ჩემპიონთა ლიგა არის ხა ამ კვირების ამ ორი კვირის თავარი თემა შემდეგი კვირიდან უკვე მთლიანად ნაკრები გახდება ჩვენთვის და სანაკრებო შეხვედრები იქ ბევრი სხვა საინტერესო მატჩიც არის იგივე ნიდერლანდები ესპანეთია მაგალითად ერთა ლიგაზე, სადაც ჩვენ ნახევარფინალები ხო, ესპანეთ ნიდერლანდებს შორის გამარჯვებული გვიჯდება მერე ჯგუფში, ხო, იმ თავარ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში. გვაინტერესებს კარგი თამაშებია დანია, პორტუგალია, გერმანია, იტალია თუ ორსტები და მოკლედ ბევრი სალაპარაკო ექნება და ამ კვირაში ჩემპიონთა ლიგა არის მთავარი თემა და მოდი მაინც ლივერპული პარი სენ-ჟერმენი დავიწყოთ. მე პარალელურად მიმყავდა ბარსელონა, ბენფიკა, ბარსელონა, ეგეც კარგი თამაში იყო სხვათა შორის და მათკაციანო ბარსელონა მოუგო ბენფიკას და ალბათ უნდა გავიდეს შემდეგ ეტაპზე, თუმცა ბოლომდე დამთავრებული მაინც არ მგონია ყველაფერი მაგ წყულში, იმიტომ რომ ისეთი თამაში იყო ზოგადად ამ ლიგის ეტაპზე, როცა სანამ პლეი-ოფები დაიწყებოდა ის 4-5 რომ მართლა არაფერია გამორჩეული ყოველში კეთება. უბრალოდ აი გამოცდილება მაინც თავისი გააკეთა და კარგი მე მაგალითად რა თქმა უნდა ბენფიკას დიდი პატივი ვცემ, მაგრამ სწორედ ეგეთი გუნდები მინდა რომ მოგროვდნენ უკვე მეოთხედ ფინალისკენ კიდევ უფრო საინტერესო. ხო და აი პარი სენ-ჟერმენი ლივერპული მოკლედ ამ ლივერპულზე მთელი სეზონია ყველა საუბრობს და ეგრეც არის რომ არის მონსტრი, ძალიან ძლიერი გუნდი.
გუნდი რომელიც სტაბილურად მშვიდად უგებს თითქმის ყველას თამაშებს, ლიგის ფაზა გაიარა უმარტივესად პირველ ადგილზე დაასრულა, პრემიერ ლიგა პრაქტიკულად მოგებული აქვს, მაგრამ ჩავიდა პარიზში და ნუ კი მოიგო თამაში, მაგრამ აი როგორ შეაფასებ საერთოდ მაგ დაპირისპირებას, რა დაინახე შენ? მე დავინახე რომ ერთი გუნდი ბევრად აღემატებოდა მეორეს და ლივერპულმა მოიგო მაინც უფრო გამართლების ხარჯზე. ამაში ალბათ არ დამეთანხმებია ლივერპულის გულშემატკივრები და არგუმენტი არის ის, რომ დაუშვათ არნე სლოტმა გადაწყვიტა, რომ ესე წაიყვანა თამაში, სიღრმიდან ეთამაშა, გოლი არ გაეშვა, მომენტს დაულდებოდა და თუნდაც ვერ მოიგო, ფრედს კარგი შედეგი იქნებოდა. მე ვერ დავინახე, იცი რა, არის ხოლმე კი მეორე ნომრად თამაში შეიძლება ზონების ჩაკეტვა, დაცვიდან თამაში, მეორე თამაში სახლში გაქვს და ყველაფერი მესმის, მაგრამ ეს არ იყო ამ შეხვედრაში. ხო, არანაირი ზონების ჩაკეტვაზე ასე ერთმა გუნდმა ბოლომდე დაჩაგროს მეორე, ანუ რაც არ უნდა ბურთი მისცე მეტოქეს და მით უმეტეს როცა აძლევ ასეთ Paris Saint-Germain-ს ასრულ უპირატესობას და უთმო მოედნის ცენტრს, ანუ ფაქტობრივად დაცვაში ჯდები, რა თქმა უნდა, უამრავ მომენტსაც შეგიქმნის და ეს საბოლოო ჯამში არაფერი არ იქნებოდა სათქმელი თქვა ლივერპულის კომაგების მხრიდან. თუ თქვათ Paris Saint-Germain-ს გაუმართლებდა და ერთ მომენტში მაინც ვერ გადაარჩენდა ალისონი და ან ხუჩას რომ აქილევსის ქუსლი სუსტი წერტილი არ გამოჩნდა და ისეთი ბურთი შეაგდო, ისეთი ბალანი. ისედაც ხუჩას ქონა სასწაული თამაში და Paris Saint-Germain-ი იცი რა, ცუდია რომ Paris Saint-Germain-ს სხვა ვარიანტები არ ქონდა, ცუდია და აბრაუმ საკუთარ თავს იმს ლიგის ფაზის პირველი ნაწილიდან ცუდად ითამაშეს, რომ მოუწიათ პლეინიდან შესვლა და ამ ბარსელონას უნდა შეხვედრა და ამ პარის ან ლივერპულს, ხო? ეგ ორი ვარიანტი ქონდა და ყველა შემთხვევაში ამ სამიდან ერთი კარგი გუნდი გავარდებოდა. ბარსელონას და ლივერპული შეხვდა, ახლა ან ლივერპული უნდა გავარდეს, ან Paris Saint-Germain-ი. არა და ამ ფორმაში მყოფი Paris Saint-Germain-ი არა იმიტომ რომ ხუჩა არის, ხუჩაც რო არ იყოს მაგ გუნდში, ხო, მაინც ვიტყოდი რომ კარგი სანახავი იქნებოდა შემდეგ ეტაპზე, იმიტომ რომ სასწავლო ფეხბურთს თამაშობენ. ულამაზეს ფეხბურთს და ანუ სიამოვნებას იღებ ლიგა 1-ის დიდად მოყვარული და მაყურებელი ნამდვილად არ ვიყავი, უბრალოდ როგორც ყველა ნაპოლის თამაშებს ნაპოლის დიდად არ მიყვარს, ნაპოლის თამაშებს ხუჩას გამოვუყურებდი, Paris Saint-Germain-საც ხუჩას გამოვუყურებ და აქ დავინახეთ ის, რომ ხუჩაც როცა არ არის მოედანზე, ძალიან დიდ სიამოვნებას იღებ, მართლა სასწაული გუნდი რაც შენ აღნიშნე და უბრალოდ რაც შეეხება აი ამ ლივერპულის თემას დავამთავრებ, მაგრამ რომ ანუ არნე სლოტი, რაც თქვით, არნე სლოტი მართლა არის კაცი, რომელსაც შეუძლია შედეგზე ითამაშოს და თან ეს კარგად გამოსდის. გავიხსენოთ ყოველ შემთხვევაში ლუკა ხოჯაოსთან ერთად წლები მიყავდა ხოლმე ერედივიზიონი და აი იქაც როტერდამის ფეინორდი სეზონის დაწყების წინ ფაქტობრივად მეოთხე ფავორიტად იყო ჩაწერილი ჩემპიონატში და საბოლოო ჯამში ძალიან მაგრად გაასწრო აიაქსსაც, PSV-საც და ალკმარსაც, რომელიც მასზე წინ იდგა და ну აქაც კლოპმა ეგეთი სიტყვა დატოვა რომ მოდის ძალიან მაგარი მწვრთნელია. საბოლოო ჯამში მართლა გაამართლა სლოტმა და ამ შედეგზე ორიენტირებული ფეხბურთით მართლა ბრწყინვალედ თამაშობს. ლამაზადაც თამაშობს ლივერპული ეს აღნიშნოთ. უბრალოდ აქ რაღაც კიდევ პატარ-პატარა ფაქტორები ემატება. სალახი არის ფანტასტიკურ ფორმაში, დაფრინავს მართლა 27-17. რაღაცა საოცარი ორმოგდობზე გავიდა და ან გაუჭირდება Enfield-ზე, Enfield-ის ატმოსფეროში იგივე ფეხბურთს ნამდვილად არ ითამაშებს სლოტი, იქნება უფრო აგრესიული, ესე მგონია, უფრო მიუხედავად იმისა, რომ მოგებულია თამაში. მიუხედავად იმისა, რომ მოგებულია თამაში, აქ აღარ იქნება ეს, იმიტომ რომ აქ Enfield-ია. ეგ მე მგონია, რომ Paris Saint-Germain-ისთვის შეიძლება უკეთესიც იყოს. კი, შეიძლება ზონები უფრო მეტად იყოს გახსნილი, უფრო მეტი სივრცე და თავისუფლება მიეცეთ ფეხბურთელებს, თუმცა მაინც მგონია, რომ იქ კიდევ სხვა ატმოსფეროა, რაღაც მეჯიკ ჯადოსნური და ეგ ატმოსფერო ყოველთვის ძალიან დიდი ლივერპული გავა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი სურვილი მაქვს ხუჩა უკვე მეოთხედ ფინალშიც ვიხილო, მაინც მგონია, რომ ლივერპული არის. აი მე ეგრე არ მგონია, რატომღაც არ მგონია ხა ლივერპულის სანაძლეობის თემა. თუ გინდა, იქნებ სხვა წყულზე შევჩერდეთ, ჯერ დაველოდოთ და ბოლოს კი ბატონო იყოს. მე არ მაქვს პრობლემა, ხო იცი მაინც უგიგებ ხოლმე. კი, უბრალოდ. იცი რა, მე ვფიქრობ, რომ ხო არ ვიცი, შეიძლება ძალიან მწარე ვწდები და ყველაფერი სხვანაირად მოხდეს და ლივერპულმა უმარტივესად გააგდოს. მაგრამ იმ თამაშიდან გამომდინარე რაც ვნახე პარიზში და როგორი გუნდიც არის დღეს Paris Saint-Germain-ი, ძალიან დიდი პოტენციალით და კარგ ფორმაში მყოფი ლიდერებით, მე მგონია რომ ნუ შეუძლია და ეს რეალურია, რომ Enfield-ზე მოიგოს ამ გუნდმა, მაგრამ შეიძლება თქმა უნდა შეუძლია უბრალოდ 70-30-ია სადღაც ლივერპულის სასარგებლოდ დღეს ჩემი აზრით, მაგრამ ისეთი კარგი 30%-ია, რომელიც შეიძლება კი გამოსაყენებელი, რომელიც შეიძლება, ну აი შეიძლება სტრაფმა გოლმა მართლა ისე რეალურად შეცვალოს. კარგი მწვრთნელია ცალსახად, მაგრამ ლუის ენრიკეს გამოცდილებისაც კი ბატონო, კი რა თქმა უნდა, კაცი რომელსაც ჩემპიონთა ლიგაც მოგებული აქვს, შესაბამისად ეცდება ყველაფერს, რომ ის Paris Saint-Germain, რომელიც მართლა ვარსკვლავური იყო, კი ჩემპიონთა ლიგის ფინალიც ითამაშა, ესეთ მაგარ ფეხბურთს მე მგონი მაინც არ თამაშობდა და ის Paris Saint-Germain, რომელსაც ყავდა
მესი, ნეიმარი, მბაპე საბოლოოდ ვერ მივიდა რაღაცა ისეთ კი იყო რაღაც კარგი მატჩებიც, მაგრამ საბოლოოდ ის შედეგი შეიძლება თამაშა რა ნეიმარმა ტუხელის დროს ხო მეორე მთავარ წყვილზეც უნდა გითხო რას ფიქრობ აი მან თუ გინდა სანაძლეო მე შემიძლია დავდგე ატლეტიკოზე მეც ატლეტიკოზე დავდგე რა მაშინ არ ვინდა მაშინ არ გამოვა ხო მაგრამ ატლეტიკოზე დადგომა ეხლა ცოტა რთულია ჯერ ერთი რეალია ჩემპიონთა ლიგა ეგ ერთი ფაქტორი მე მეორე ფაქტორი ის რომ პირველი თამაში რეალმა მოიგო მიუხედავად იმისა რომ მაინც თანაბარი იყო მთლიანობაში ტრადიციულად რეალმა მოიგო და აგერ გუშინ ქონდა ატლეტიკოს ძალიან რთული თამაში ხეტაფესთან იგებდა საზღარი ფეხბურთი იყო ორივე გუნდისგან და ბოლო 5 წუთში წააგო. კორეას გაძევებამ, მაგრამ გაძევება რა, გაძევებას მოყვა ეგრევე გოლი, ანუ არაფერ შუაში არ იყო თითქოს 10 წუთი. მე მიაყოლესაც დარჩე. მიაყოლეს კიდე ერთი გოლი და ფსიქოლოგიურად ეგეც ძალიან მძიმე იქნებოდა, პრაქტიკულად მოგებული თამაში წააგეს ხეტაფესთან 2011 წლის მე წაგებული არ ქონდა. 15 წელი დერბიში ხეტაფე ატლეტიკოს ვერ უგებდა კი არა 20 თამაში გოლი ვერ გაუტანა და ეხლა თამაში მოუყვა. ერთი პერიოდი იყო ხოლმე ეს მეც ამიყვანია ეგ თამაში თავის დროს და ფლეშკორზე რო ეწერა ხოლმე 1-0 1-0 1-0 ატლეტიკო უგებდა ძალიან მარტივად. ხო და იცი ის კითხვა მინდა რომ თან ეს არ იყო მნიშვნელოვანი თამაში ატლეტიკოს, იმიტომ რომ ჩემპიონობის იბრძვიან და ძირითადი შემადგენლობა დააყენა და ძალიან მძიმე თამაში გამოუვიდა. რეალმა შედარებით მარტივად მოიგო რაიოს. იმანას დერბი ითამაშა. იმანას დერბი ითამაშა და რა ანჩელოტის ქონდა ესეთ კომენტარი რომ რეალიან ლივერპული გახდება გამარჯვებული და არაფერს არ ვერჩი ნამდვილად მადრიდის რეალს. უბრალოდ ძალიან დიდი სიმპათიები მაქვს წლებია მადრიდის ატლეტიკოს მიმართ ესპანეთში კი ისი და მინდა რომ რაღაც მომენტში გასცეს, იმიტომ რომ რაღაც აი ამ ახალი ფორმატიდან გამომდინარე რაღაც კიდე უფრო მეტად შეიძლება იყოს რაღაც შანსი ატლეტიკოსთვის რომ მოიგოს ჩემპიონთა ლიგა და გულშემატკივრო ამ თამაშში მადრიდის ატლეტიკოს მიუხედავად იმისა რომ მაინც ფავორიტი მეორე თამაშიც ესე მგონია რომ პროცენტულად რო გავანაწილოთ მაინც ალბათ 35-65-ზე ესე პროცენტს დავწერდი თუმცა ყველაფერია მეტროპოლიტანოა და რატომაც გონია რომ ერთხელ მაინც უნდა გატყდეს რაღაც ნავსი და ანუ ლიგაზე რეალს ვერ უგებენ ლიგაზე რეალს ვერ უგებენ ფინალებში ვერ უგებენ პლეი-ოფში ვერ უგებენ და უგებენ სუპერთასს ხო ნუ ლა ლიგაშიც უგებენ ხოლმე მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე რეალის დამარცხება არ არის იგივე რაც ლა ლიგაში რეალის ჩემპიონთა ლიგაზე რეალს ვერავინ ვერ უგებს ძირითად შემთხვევაში ხოლმე ესეც შეიძლება ითქვას და თუმცა ნუ მთელი გულით უკომაგებ ატლეტიკოს იმიტომ რომ მინდა რომ გავიდეს თან ეს ყველაფერი განაპირობა რაღაც როცა ბოლო სეზონი მქონდა ასე რომ ვთქვათ სილქში როცა მოვდიოდი სილქიდან მაშინ დაიწყო ატლეტიკომ ძალიან კარგი ფეხბურთის თამაში შეიძლება ასეც ითქვას და ჩვენ ერთად მოგვიწია ატლეტიკო ინტერის ძალიან და დღემდე ვფიქრობ რომ აი ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი იყო მე მგონი ატლეტიკო მანჩესტერი იუნაიტედის თუ არ ვწდები ერთად წავყვანეთ და ანუ ძალიან კარგი შეხვედრა იყო ინტერთან ის პენალტების სერია და პენალტებამდე მისვლა და კარგად მახსოვს რომ რაღაც სულად ვიყავი გაციებული თუ რაღაც ყელი მტკიოდა თუ რაღაც ვერ ვიყავი მოკლედ და აი ცოტა ისე მიმყავდა მაგრამ ნელ-ნელა ისეთი თამაშმა მოიტანა ძალიან დიდი მეტროპოლიტანოზე და ისე აი გამწარებულები თამაშობდნენ ესე თან ინტერის ხო ხეს აი მაგ თამაშზე შემიძლია ვთქვა რომ აი რაღაცა ბევრი და ტოპ თამაში და რაღაც არ წამიყვანია მაგრამ აი ეგ თამაში ალბათ იყო ერთ-ერთი საუკეთესო რაც წამიყვანია თავარი ხო აი ისე ითქვა მინდა ჩემთვის თავარი იმედგაცრუება იყო ლევერკუზენი მე ხა რა თქმა უნდა ვამბობდი კიდეც რომ ლევერკუზენი მიმაჩნია ფავორიტად მეთქი ცოტა ხმამაღალი განცხადება არის ბაიერნი შენ სადაც ესპანელია ზოგადად არა ჩაბი ალონსო ხა და არ არის ისეთი ესპანელი ხო არა მე ლევერკუზენი მომწონს ალონსოს ლევერკუზენი მომწონს და ბაიერნის ფორმიდან გამომდინარე ვამბობდი მაგას რა თუნდაც ცელტიკთან ითამაშა. მაგრამ რაღაცა ის რეკორდმაისტერის კლანჭები, რასაც ქვია, გამოაჩინა ბაიერნმა და მოიგო ეს თამაში. მე ვფიქრობ, რომ დამთავრებულია მაგის ბოლოში. მანდაც ასე ხმამაღლა, მაგრამ ალბათ წესდარიგით დამთავრებულია. რაღაც იყო ალბათ ის მუხტი, რომ ლევერკუზენი თუ პირველივე თამაში მოახერხებდა ცოტა ნერვიულობა, მაგრამ ბაიერნი გამოვიდა და რაღაცა ის ჩვეული გერმანული სისასტიკით, როგორც ჩვევია ხო, მოიგო ეს თამაში და ძალიან მნიშვნელოვანი თან ყველაზე თავარი ისე რომ აგერ შარშან ჩემპიონობა დააკარგვინა, წელსაც რაღაც არის წელს არ არის შანსი როგორ არ არის მაგრამ ანუ სხვაობა მაინც დიდია რა იმიტომ რომ თუ არ ვწდები 7 ქულაა სხვაობა ბაიერნსა და ლევერკუზენის შორის და ვერ გამოიყენა თან ასეთი საჩუქარი ბოხუმისგან ლევერკუზენმა წააგო ვერდერთან საკუთარ მოედანზე და მაინც გონია რომ წელს რაღაც მიუხედავად ძალიან ბევრი კრიტიკისა არც მე დიდად არ ვიждები მისენ კომპანიის სამწუხაროდ ასე ვთქვათ შესაძლებლობებზე ბაიერნი გავა მეოთხე ფინალში არის ფინალი თან ბაიერნი არის იდეაში როგორც მიიჩნევენ ცოტა უფრო სუსტ მხარეს
ასე ვთქვათ, შემდეგი მეტოქი კი ინტერი იქნება. ნუ იქ ალბათ დამთავრებული ხა ინტერი გასულია, არსენალი გასულია, მაგას ლაპარაკი არ ჭირდება, არსენალი ხო უკვე იქ არის. და ისა ინტერია შემდეგი მეტოქე, მაგრამ ნუ მაინც აქეთ უფრო მძიმე ბადეა, ასე ვთქვათ რა, აქეთ ამხარე და ბაიერნია და ალიანს არენაზეა ფინალი, ასე რომ ეს ძალიან დიდ სტიმულს აძლევს კიდე რა თქმა უნდა. აი რაც შენახსენე ხო, მიუხედავად იმისა, რომ ნიდერლანდურმა ფეხბურთმა 2 გუნდის გაყვანა მოახერხათ, არ მოუგო მილანს, ძალიან დასწრა მაგაზე გული, მაგრამ ფაქტია რომ იყო გარკვეული შეცდომები, რის გამოც მილანი გავარდა და არ ვართ ახლა იქ სადაც უნდა ვიყოთ. ინტერმა ძალიან მარტივად მოიგო. ხები ვერაუს მოგეჭამოთ რომც იყო. მილანს ხო? მეც ეგრე მგონია. სამწუხაროდ. მეც ეგრე მგონია, რომ ძალიან ბევრს ვერიცდა. ძალიან არ მიხარია ეგ ამბავი, მაგრამ ნუ სამწუხაროდ. ძალიან ბევრს ვერიცდა, მაქსიმუმი შეიძლებოდა რაც ყოფილიყო, ალბათ მაინც მერვე ფინალამდე მოსულა და ეგ იყო და ეგ რა. იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ ლიგა, რაღაც მილანის დნმ აქ-იქით, მაინც გონია რომ ძალიან ძლიერია ეს ინტერი და ნუ ფეინორდის ყველა ვარიანტი უნდა გაცდენოდა. აი უკვე მომდევნო იქნება სერიოზული გამოცდა. თან რაღაცა მიდის აი აქამდე ნელ-ნელა ინძაგი, რომ აი რაღაც ფინალი ითამაშა და იქნება რატომაც არა კიდევ ერთი ფინალი ითამაშოს. სრულიად შესაძლებელია, კი ინტერი ძალიან კაი გუნდია. დადოსაც ვკითხე წინა გადაცემაში ფინალისტები მითხარი მეთქი და ფინალისტები არა ნახევარ ფინალისტებს გეტყვიო და შენ თუ მინდა შენ ფინალისტები მითხარი თუ მინდა ნახევარ ფინალისტები. მე მაინც მირჩევნია რომ რა გონია ფინალური წყვილი ეგ მითხრა და ჩემპიონი და თუ გამართლა მე რამის გაჩუქებთ. მინდა ჩუქებ. აი შენ თუ ფინალი დასვი და ჩემპიონიც გაჩუქებ აუცილებლად. კარგი, ეგრე იყოს. აი ბურთს გაგატანა კიდე. ან მევარდი იყოს რაღაც წაიკითხე. ავი იმდენად ზოგადად ამ ლიგის ფორმატმა დიდი შთაბეჭდილებას მოახდინა ჩემზე, რომ მართლა ძალიან კარგი იყო. უბრალოდ აი ესე თქვა მიჭირს აქეთ-იქიდან ვინ შეიძლება დაასახელო. თუ გაგახსენებ თუ არ გახსოვს აქეთ-იქ. აქეთ-იქით ვინ არიან ეგეც უცბად დავიბენი, მაგრამ რა ვიცი ერთი ყოველ შემთხვევაში იცი რა არის. ლივერპული, რეალი Paris Saint-Germain, Atletico ისინი არიან აქეთ. აქეთ ხარეს და აქეთ ხომ. მოდი Arsenal-იც იქით. გავიყვანდი იმას. Real გადის Arsenal-ზე. Real თუ გავიდა გადის Arsenal-ზე და აქეთ დანარჩენები რა. Barça ვათამაშოთ ფინალი შენი პატივისცემით. და არ მეწყინა საერთოდ. აქეთ მხრიდან ვათამაშოთ Atletico. Atletico Barcelona საინტერესო ფინალია. მე მგონი არ ვერაფერს ვერ გაჩუქებთ და აქ დამთავრდება ეგ. არ მგონია რომ შეიძლება თუ ყველაფერი დასრულდება. Atletico ვერ გავიდეს და თუ მაგრამ მე არ Barcelona რატომღაც გონია რომ აი ამ შემადგენლობით უკვე და რა ფეხბურთსაც თამაშობს თან ფლიკის გამოცდილებით არის ნამდვილად. ხო, ნუ თან ახლა Benfica-ს სტუმრად მოუგო და ძალიან რთული ამოცანა არ არის რომ გააგზოს და მე დორტმუნდი ლილის გამარჯვებული ყავს და აი ნახევარ ფინალის საგზური ფაქტორია შეიძლება ითქვას რომ ლანგრით არის. ხო, აი Barcelona-ს თქმა ამ ბადიდან ყველაზე ლოგიკურია ამ ეტაპზე ეგრე მოჩანს. კარგი, ძალიან საინტერესო იყო შენთან ლაპარაკი. ბოლოსკენ იცი რა მინდოდა, ეხლა გამახსენდა როგორ დაიწყე კომენტატორობა ზოგადად რა. მე და ვაკო თესეუში ვიცნობთ ერთმანეთს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ისე ახლოს არ არის, ჩემზე შედარებით პატარა არის და დაბალ კურსზე იყო უფრო, მაგრამ ნუ ვიცნობდი და ერთხელ თვითმმართველობამ უნივერსიტეტის ჩაატარა კომენტატორების კონკურსი, ასე ვთქვათ. დღეს ის კაცის კომენტატორია. სტუდენტობისთვის კი, ხო. თვითმმართველობაში იყო. ანუ თესეუ სტუდენტებისთვის ჩატარდა უბრალოდ არაფერი, ჟიურიში მიმიწვიეს მეც და კიდე იყო იქ დათო ბანანაშვილი და გიორგი ბაქანიძე და მაშინაც შენ მოიგე რა. სხვა კარგი ბიჭებიც იყვნენ, მაგრამ მოიგე. მან არაფერი 3 სეზონი ვიგებდი. ხო, მან არაფერი ჩაიარა ესე ჩვეულებრივად. ვაკო გარდა გამარჯვებული არის რამე გაჩუქეს თუ არა. რაღაც ვაუჩერი. ხო, რაღაც 300 ლარი თუ რაღაც მოიგე მე. 300 ლარი რომ იმ პერიოდში ძალიან რაღაც ვაუჩერი. ხო და მე კიდე ერთხელ ჩაატარეს ეს კონკურსი და ამჯერად უკვე დაპატიჟეს ბიზინა ბარათაშვილი, ლევან სალუქოძე, პატაგორას პავლე და მე ტატოც იყო. ტატო იყო. დამოუწყდა ტატო რაღაც სადღაც ყვებოდი მაგამბავს და დამოუწყდა ტატო და გაგიშვით მე როგორ დაგავიწყდა და აი ამოიღო. აუ ეგ ძალიან კარგი პერიოდი იყო როგორ ხო ანუ სამჯერ ჩატარდა როგორც მახსოვს და სამივეჯერ ესე ხო და მაშინ როგორ იყო ისა ინგლისის რაგბის ლიგაში ანუ მეორე ლიგიდან უკვე 2 წელიწადია გუნდი იგებს მაგრამ ზემოთ ვერ არის და ეგრე ვიყავი მეც ვიგებდი მაგრამ სანამ უფროსობა არ მიიყვანეს ჟიურიში და ეგ სწორი გადაწყვეტილება იყო ძალიან იმიტომ ხა
ვაკო მომეწონა მოიგო გამარჯვებულად დავასახელეთ, მაგრამ მე ვერ მოვკიდებდი ხელს და ვერ წავიყვანდი ვერცად. არ ვარ აფრის უფროსი. ხო, აი ძალიან მაგარი საქმეა, მართლა როგორც აღმოჩნდი, მაშინ შემოთავაზება მოვიდა და მახსოვს პირველი თამაში რაც წამოყვანილი საცდელი ეს იყო. მონაკომ მოუგო ჩელსის 3-1 ლიგის ნახევარფინალი და პირველი ტაიმი ჩავწერე და რაღაც მომენტის მერე დაავწყდა ჩემი ნომერი და აეკარგათ და მეთქი ალბათ არ მემერე და არა უშავს მე ჯუმაკ ლევანას დაეკარგებოდა ეს ნომერი. და მე ანუ ირაკლი თბილელის საშუალებით ჩვენი მეგობრის დინამო თბილისში ჩვენი ბუხალის საშუალებით დამიკავშირდა რომ ნომერი დაეკარგაო და თუ შეგიძლია რომ მოხვიდე იწყებ ჩინეთის სუპერლიგითო და ერთი წელიწადი მივყავდა უანჯო ევერგრანდის ფანია. ხო მე ირაკლი ბუხალი ახსენე და დინამო თბილისი და მე მინდა რომ ერთი გადაცემა ეროვნული ლიგასაც მიუძღვნა. ძალიან კარგ საქმეს გააკეთებ, იმიტომ რომ რაღაც სიახლეები არის როგორც ვიცი დაიწყეს მატჩამდე გადაცემის ჩაწერაც ანუ კი ბატონო ნია აქ უნდა მზდარიყო და იქ დგას ახლა და უძღვება იმ გადაცემას და დავით მინაშვილთან ერთად და საკმაოდ ისეთი საინტერესო სიახლეა, ძალიან კარგია და ზოგადადაც ანუ მე მგონი რომ ეროვნული ყველაფრის პოდკასტი გაკეთდა ამ ქვეყანაში, რა ვიცი, ყველაფერზე საუბრობენ და ეროვნული ლიგის პოდკასტი არ არსებობს. და იქიდან გამომდინარე რომ როგორც აღნიშნეთ, ყავს თავის მაყურებელი, შეიძლება ძალიან დიდ ნახვებზე ვერ გავიდეს, მაგრამ ანუ ვიღაცა უნდა ლაპარაკობდეს შიდა ჩემპიონატზე, იმიტომ რომ შიდა ჩემპიონატზე ფაქტობრივად არავინ არ ლაპარაკობს და მე ეგრე მგონია რომ გადაცემა რომელიც უბრალოდ მიმოხილვა და აი ამან გაიტანა გოლი, ამან გაუკეთა პასი და რაღაცა ანუ არის ძალიან ანუ შრალი და არაფერი არ ხდებოდა. რაღაცა ჟურნალივით რო გაკეთდეს, თუ ჟურნალი არ იქნება, რაღაც ესეთი პოდკასტი იყო და იმ პოდკასტში ჩასვანცი. ძალიან მაგარი იქნება. ვერ ვიტყვი იმას, რომ ყველა გადაცემა ეროვნული ლიგაზე იქნება, მაგრამ სანაკრებოების მერე, ამოვწურად ნაკრების თემას, მერე ერთი გადაცემა მინდა, რომ თავიდან ბოლომდე ეროვნული ლიგას მიეზღვნას და საინტერესო სტუმრებიც მოვიყვანოთ და ვისაუბროთ ზოგადად რა მდგომარეობა არის ქართულ ფეხბურთში, იმიტომ რომ ნაკრების წარმატება ყოველთვის გასახარი იქნება და ვიცით რომ კარგი ფეხბურთელები ყავს, კარგი ბიჭები და ნაკრები რაღაცას მაინც ყოველთვის გააკეთებს, მაგრამ ფეხბურთი ქვეყანაში საკლუბო ფეხბურთის გარეშე არ არსებობს და კი ეს ყველაფერი ძალიან კარგია, ყველა ხედავთ ამ მუშაობას, რომ გაშუქებას ამხელად რო ეთმობა და ეს ყველაფერი აუცილებელია, ხო, ის მატჩის წინა გადაცემები, კარგი გაშუქება, კომენტატორები, მაგის მადლობელი ვარ ძალიან, რომ ეგეთი რაღაც მაინც კეთდება, მაგრამ დონე მაგითი არ იწევს ზოგადად, ხო? კი, უკეთესია, მაგრამ დონე სხვანაირად იწევს და მაგ თემებზე დეტალურად ასაუბროთ, უნდა მოვიცალოთ აუცილებლად ყველა აბსოლუტურად ყველა გადაცემამ, რაც არსებობს სპორტზე, იმიტომ რომ კარგია ბარსელონას რეალის, მაგრამ უკეთესია დინამო და ტორპედო იყვნენ იმ დონეზე, რომ მე ეგენი ყავდნენ საგულშემატკივრო და აგერ რა გუნდები არიან კონფერენს ლიგის მერვე ფინალში და მეოთხე ფინალში ვინ გადიან, კი ვხედავთ. ორაც ბანია, ლუკა, პაფოსი, გორდენი და რავია, სასწაული გუნდები ბაჭკა ტოპოლა გავარდა ეხლა და წარარსებული გუნდები. შანსი როცა არის იმისი, რომ მართლა აი არ ვიცი, ჯგუფში და რავი ვინ არის. ჯგუფში კონფერენს ლიგაზე ისეთი ყველაზე ვიკინგურმა მოუგო პანათინაიკოს ერთი ლინკოლნი, ანუ გიბრალტარის გუნდი იყო ჯგუფურ ეტაპზე, თან ორჯერ და აი მაგით ასე რომ დროა რომ ცოტა უფრო მეტი ყურადღება დაეთმოს ყველას მხრიდან ჩვენს ჩემპიონატს. გამოგვიძება ყოფილიყოს ეროვნული ლიგის. ვაკო, მადლობა. ძალიან გამიხარდა რომ მოხვედი. მადლობა შენ. წარმატებებს გისურვებ შენ პირად საქმეებში. დაველოდები როდის დაბრუნდები კომენტატორად და ეროვნული ლიგის იმ მატჩს აუცილებლად უყურებ. ზოგადად სულ მინდა ხოლმე, მაგრამ გადატვირთული გრაფიკის გამო ეროვნული ლიგის თამაშებს იმდენად ხშირად ვეღარ უყურებ რა, იმიტომ რომ შეიძლება პარალელურად მეც მიმყავდეს რაღაცა და ვერ ვახერხებ, მაგრამ მომწერე ხოლმე რაღაცები კომენტარში არ მაგინდა. შენ რო წაიყვან აუცილებლად გიყურებ. მადლობა კიდევ ერთხელ მე მაყურებელს. დიდი მადლობა. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ გამოიწეროთ გაზეტას YouTube გვერდი და დაალაიქოთ ეს ვიდეო, მომავალ კვირამდე დაგემშვიდობებით, აბა დროებით.